შედგა UFC-ს მორიგი ივენთი, სადაც მთავარ დაპირისპირებაში ერთმანეთს დაეჯახნენ UFC-ს ყოფილი ჩემპიონი დრიგუს დუპლესი და UFC-ს ყოფილი ჩემპიონი პლუს ამას ლეგენდა კამარუ უსმანი. ასევე ამ ქარდზე იჩხუბა ლეროი დანკანმა, სწორედ იმ კაცმა, რომელმაც დაამარცხა ჩვენი რომან დოლიძე და მოკლედ ძალიან საინტერესო ქარდი იყო და დღეს განვიხილავთ ამ ქარდის ყველა მთავარ ბრძოლას. და რა თქმა უნდა შევეხებით არმან ცარუკიანის და კოლბი კოვინგტონის დაპირისპირებას რაფის ორგანიზაციაში. ბოლოს არმანი ისე გაბლატავდა, რომ 2028 წელს მე ოლიმპიადაზე მივიღებო მონაწილეობასო თავისუფალ ჭიდაობაშიო და გავხდებიო ჩემპიონიო. მაგრამ ვინაცა და კოლბი კოვინგტონმა ყველაფერი გააფუჭა და დაამარცხა ჩვენი საწყალი არმანი. მოკლედ ამაზეც ვისაუბრებთ. გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო. იქამდე შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია Global, რომელიც ზრუნავს თქვენი მანქანის ჩამოყვანაზე და თუ გამოიყენებთ პრომოკოდს VASIL300 ტრანსპორტირებაში დაგაკლდებათ $300. და არასდროს არ დაგვავიწყდეს ჩვენი მეგობარი კომპანია Burger Paradise, ყველაზე გემრიელ ბურგერებს რომელიც აკეთებს. შეგიძლიათ გამოიძახოთ ნებისმიერი გამოძახების სერვისში, თან 35%-იანი ფასდაკლება. მე კიდევ ვიწყებ. ტურნირის მთავარი ქარდი დაიწყო ძალიან საინტერესო დაპირისპირებით. 66 კილოგრამში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ამერიკის წარმომადგენელი ტომი მაკმილენი და ვენესუელელი ალბერტო მონტესი. ორივე ათლეტმა UFC-ში გზა დანა უაითის პრეტენდენტთა სერიის გავლით გაიკვალა და მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში უკვე თითო გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული. ეს დაუმარცხებელი ამბიციების ნამდვილი ბრძოლა იყო. მოდით ჯერ მონტესზე ვისაუბროთ. ეს სპორტსმენი გარეგნულად ოდნავ ილია თოფურიას გვაგონებს. მისი პროფესიონალური რეკორდი ბრძოლის მომენტში იყო 12 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი. მონტესი ჯიუ-ჯიტსუს ნამდვილი ვირტუოზია. ამ დაპირისპირებამდე მას ზედიზედ 4 ბრძოლა საბმიშენით ჰქონდა მოგებული. პრეტენდენტთა სერიაზე მან ოსტატურად გაგუდა კარლოს კალდერონი, 2026 წლის მარტში კი ზუსტად ასეთივე ილეთით დააფინიშა რიკი ტურჩიო. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია. თუ ალბერტოს პარტერში ილეთზე ჩაუვარდა ვინმე, ის მას დიდი ალბათობით გაგუდავს. რაც შეეხება ტომი მაკმილენს, ის დაუმარცხებელი ამერიკელია, რომელსაც ამ ბრძოლამდე 10-0 რეკორდი ჰქონდა. ის გაცილებით ფართო არსენალის მქონე მებრძოლია, ბრწყინვალეა პარტერში, აქვს ჯიუ-ჯიტსუს მაღალი დონე, მაგრამ ამავდროულად შეუძლია მეტოქე დგომშიც უპრობლემოდ გათიშოს. ჯერ კიდევ პრეტენდენტთა სერიამდე მას ზედიზედ 8 ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა, გახდა Fusion Fighting League-ის ჩემპიონი და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, 8-ვე ბრძოლა მან პირველსავე რაუნდში დაასრულა, 5 საბმიშენი და 3 ნოკაუტი. 2025 წელს მან Contender სერიაზე მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, შემდეგ 2026 წლის აპრილში კი მანოლო ზეკინის დაუპირისპირდა. ტომიმ პირველივე რაუნდში თავისი ოპონენტი ბადესთან უბრალოდ ბრუტალურად სცემა და თავისი რეკორდი ორნიშნა რიცხვამდე გაზარდა. რაც შეეხება თვითონ დაპირისპირებას, თავად ბრძოლამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. წარმოიდგინეთ, პირველი 2 რაუნდი ნამდვილი ფეიერვერკი იყო. მებრძოლებმა ჯამში 200-ზე მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს ერთმანეთს, მაგრამ შეტევების ამ ზღვაში სწორედ რომ ტომი დომინირებდა. ამ 200 დარტყმიდან 150 მან შეასრულა. მაკმილენი მონტეს ამ მოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და მთელი 10 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ უტევდა. ალბერტო მხოლოდ იშვიათად პასუხობდა და რამოდენიმე მომენტში ტომის შერყევაც კი მოახერხა, თუმცა ამერიკელის დაუსრულებელი გამანადგურებელი შეტევების ფონზე მისი შეტევები არაეფექტურად გამოიყურებოდა. მეორე რაუნდის ბოლოს მონტეს მთელი სახე დასისხლიანებული ჰქონდა. მთლიანობაში ეს იყო 2 გიჟური რაუნდი, სადაც ბიჭები გონგამდე ხისტად და უკომპრომისოდ ჩეხავდნენ ერთმანეთს. It's kind of hard. Anytime you're that open, I believe that is going to be something to the body. That was that liver shot. Yeah. Final 10 seconds of easy round. More in the round of action. McMillan just unloading. Look at this. That was nice. Montez comes up the middle, lands that right knee. Oh, a jab. მესამე რაუნდი კი მონტესის კუთხეში დრამით დაიწყო. მწვრთნელები უყვიროდნენ, რომ 2 რაუნდს აგებდნენ და ახლა მხოლოდ ნოკაუტი სჭირდებოდა. მაგრამ ცემა ისევ გაგრძელდა. ტომიმ უბრალოდ გადაუარა თავის მეტოქეს და ყველა ასპექტში დომინირებდა. უფრო მეტიც მაკმილანმა ფსიქოლოგიური შეტევაც დაიწყო. ის ბრძოლის დროს მონტეს ელაპარაკებოდა და შუა თითებითაც იკმინებოდა. ტომიმ ალბერტო ფიზიკურადაც და მორალურადაც გაანადგურა. რეფერიმ ამ სისასტიკეს ვეღარ გაუძლო და ბრძოლა შეაჩერა. ტომი მაკმილენი ტექნიკური ნოკაუტით იგებს, ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს თავის ძალას, რჩება დაუმარცხებელ სპორტსმენად და პროფესიონალურ რეკორდს ზედიზედ 11 გამარჯვებამდე ზრდის.
minutes to go in this one. Montez, he is tough. He is tough. Montez in danger. Give out and he just might Power right again. He mixes it. In this 15 minutes, it needs to over 500 strikes. The show bouncing as well. now. That's Oh my God. Quit on himself. The ref can stop the fight, man. should stop the fight. And another big combination. Say hello to a new fighting superstar. He is Tommy McMillan. TKO and still undefeated. Tommy გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე და ამჯერად გალიაში ძალიან საინტერესო ქალთა დაპირისპირება გველოდება. ოქტაგონზე ერთმანეთს ბრაზილიელი ტაბატა რიჩი და ამერიკელი ფატიმა კლაინი შეხვდნენ. მოდით მოკლედ გადავხედოთ სტატისტიკას. ბრაზილიელი ამ ბრძოლას 12 მოგებითა და 4 მარცხით შეხვდა. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ 4-ვე მარცხი მან უკვე UFC-ში ასპარეზობისას მოიპოვა. რაც შეეხება ფატიმა კლაინს, ის მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ლოკალური ორგანიზაციის დაუმარცხებელი ჩემპიონის სტატუსითა და idеალური რეკორდით მოვიდა 6-0. მართალია UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში ის მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, მაგრამ ამის შემდეგ ძალები მოიკრიბა და ზედიზედ 3 ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, საიდანაც 2 ეფექტური ნოკაუტით დაასრულა. ამ ბრძოლის საუკეთესო მომენტებს ეკრანებზე დაგიტოვებთ, რათა თავად შეაფასოთ თუ რა სიმძაფრის იყო ეს დაპირისპირება. ჩემგან კი დავამატებ, რომ ბრძოლა სრული 3 რაუნდი გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ამერიკელი ოქტაგონზე ტოტალურად დომინირებდა. მეორე რაუნდში ფატიმა ფინიშთან სულ რაღაცა 1 ნაბიჯით იყო დაშორებული. მაშინ ბრაზილიელი მხოლოდ გონგის ხმა მიხსნა. მესამე რაუნდში სურათი არ შეცვლილა. კლაინი კვლავ დამაჯერებლად იგებდა და ყველას ნათლად დაანახა, რომ ის ახლა მომზადების სრულიად სხვა, გაცილებით მაღალ საფეხურზე იმყოფება. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ფატიმა კლაინის ლოგიკური და უდაო გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით. Exactly. That even if you're doing, that person kind of has an answer. Yeah, That seems like what's been going on tonight. Yeah, Fatima Klein, if we're climbing, because she's so good in all that. There you go. Just got an answer. There you go. Everything. And wow, She's fired up. And she's fired up. there's Zabba Fun. Fired up. There's Zabba Fun. Oh, she's She's not that UGC beat, man. She is very good. Okay, so Fatima Klein, watch his game. The Archangel. შემდეგი დაპირისპირება მსუბუქ-წონაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს 2 ამერიკელი ჩეის ხუპერი და მიჩ რამირესი დაუპირისპირდნენ. ამ ბრძოლას რამირესი 8 მოგებისა და 3 მარცხისგან შემდგარი პროფესიონალური რეკორდით შეხვდა. UFC-ში მისი დებიუტი 2024 წელს შედგა, თუმცა დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა და ის ნოკაუტით დამარცხდა. 2025 წელს ისტორია განმეორდა ისევ მარცხი და ისევ ნოკაუტით. და ახლა მას ხუპერთან შეხვედრა ელოდა. თავად ჩეის ხუპერი UFC-ში 2019 წლიდან გამოდის. მსოფლიოს მთავარ ლიგაში გამოსვლამდე მან სხვა ორგანიზაციებში მოასწრო ჩხუბი, სადაც ჩემპიონის ტიტულიც კი მოიპოვა. ის ძალიან საშიში მებრძოლია, ბრწყინვალედ მუშაობს სპარტაში, მაგრამ ამავდროულად თავს დგომში თავდაჯერებულად გრძნობს. 2023-დან 2025 წლამდე ჰუპერმა ზედიზედ 5 ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა შემდეგ ნოკაუტით 2 მძიმე მარცხი განიცადა. ამრიგად ამ ჩხუბს 2-ვე მებრძოლი 2 წაგების სერიით შეხვდა და უკან დასახევი გზა აღარც ერთს აღარ ჰქონდა. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი უნდა აღინიშნოს. ტურნირის წინ ჰუპერმა მსუბუქი წონის ლიმინტში ჩატევა ვერ შეძლო. ამის გამო ის თავისი ჰონორარის 20%-ით დაჯერიმდა და ეს ფული პირდაპირ მისი მეტოქის ჯიბეში წავა. რაც შეეხება თავად ბრძოლას, ის 3 წუთზე ნაკლებს გაგრძელდა. ბიჭება შეხვედრა ძალიან ფრთხილად დაიწყეს და ერთმანეთს აკვირდებოდნენ. თუმცა რამოდენიმე წამში ჰუპერმა ბრძოლის მიწაზე გადაყვანა შეძლო. გრეპლინგში ჩეიზი რამირესზე აშკარად ერთი თავით მაღლა იდგა. ის პარტერში დაახლოებით 1 წუთი დომინირებდა, მეთოდურად ამზადებდა მახრჩობელა ილეთს და რაუნდის შუაში ის წარმატებით მიიყვანა ბოლომდე. როგორც შედეგი, ეფექტური გამარჯვება საბმიშენით. დიდი ალბათობით რამირესისთვის ამით UFC-ის კარიერა დასრულდა. ჩეის ხუპერი კი წარმატებით წყვეტს აგებების სერიას და პრომოუშენში თავის ადგილს ინარჩუნებს. 2 minutes 15 seconds of round number 1. Your winner, Chase the Dream Hooper.
საღამოსთან მთავარი მოვლენა დამაინტრიგებელი ბრძოლა საშუალო ზონაში დივიზიონის მე-10 ნომერი ჯარედ კანონიერი მე-12 ნომრის კრისტიან ლეროი დანკანის წინააღმდეგ. ჯარედს წელს 42 წელი შეუსრულდა, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ რა ფორმაშია. ეს სპორტსმენი UFC-ში 2015 წლიდან გამოდის და ბრძოლის მომენტისთვის მისი პროფესიონალური რეკორდი 18 მოგებასა და 9 მარცხში ადგენდა. კანონიერი გამოკვეთილი დამრტყმელია, მის ანგარიშზე ნოკაუტით 11 გამარჯვებაა. 2022 წელს ჯარედი ტიტულისთვის ისრაელ ადესანიასაც კი ეჩხუბა, თუმცა მაშინ მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ის მხოლოდ ამ სპორტის ტოპებთან აგებდა ისეთებთან, როგორებიც არიან კაიო ბორალიო, ნასრუდინ მიმავოვი და რობერტ უიტაკერი. მაგრამ ამავდროულად კანონიერს დამარცხებული ყავს ისეთი ძლიერი სპორტსმენები, როგორებიც არიან გრეგორი როდრიგესი და კევინ გასტელამი. მის რეზიუმეში შონ სტრიკლენდზე მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებაც კი მოიპოვება. ერთი სიტყვით ის ძალიან მაგარი ვეტერანია, თუმცა ამ ბრძოლას ანდერდოგის სტატუსით შეხვდა. რაც შეეხება კრისტიან ლეროი დანკანს, ამ მებრძოლს ჩვენ კარგად ვიცნობთ. თავის წინა ბრძოლაში მან მსაჯების გადაწყვეტილებით ჩვენს ქართველს რომან დოლიძეს მოუგო. სხვათა შორის დანკანის კარიერაზე დიდი დოკუმენტური ფილმი მაქვს გაკეთებული. ის მართლაც შესანიშნავი მებრძოლია. ვისაც ჯერ არ გინახიათ ეს ფილმი, აუცილებლად გადადით ჩემს არხზე და უყურეთ. თავად დანკანი კი ამ დაპირისპირებას ZZ4 მოგებისგან შემდგარი სერიით შეხვდა. ახლა კი უშუალოდ ორთა ბრძოლაზე გადავიდეთ, რომელიც უკიდურესად საინტერესო გამოდგა. ბიჭებმა სრული დისტანცია გაიარეს. პირველი რაუნდი დანკანმა დგომში დამაჯერებელი დარტყმებით დაიწყო. კანონიერმა თავისი გადარჩენა კლინჩით სცადა, მაგრამ ამას მისთვის განსაკუთრებული სარგებელი არ მოუტანია. კრისტიანმა საკუთარი კლინჩით უპასუხა, საოცრად ლამაზი გდება შეასრულა და ბოლო წუთ ნახევარი ჯარედის თავზე ფაქტობრივად ნადირობდა. დანკანი ძალიან კარგად ხვდებოდა მიზანში და ტყუილად არ ადარებენ ლეროის და მის სტილს პიკში მყოფ anderson silva-ს. დანკანი ფეხებითა და იდაყვებით შესანიშნავად მუშაობდა და პირველ რაუნდს საკუთარ აქტივში დამაჯერებლად იწერს. Cannoneer just survival mode first 5 minutes for C. მეორე რაუნდს ლეროი ისევ ძალიან ეფექტური ქიქებით იწყებს და კანონიერის მიწაზე დაგდებასაც კი ახერხებს. ჯარედი გადასარჩენად მაშინვე კლინჩში შედის, ბრიტანელს ბადესთან ამწყდებს და ამ მდგომარეობაში დიდხანს აკავებს. პუბლიკა უკმაყოფილებას გამოხატავს არავის მოსწონს კლინჩში აქტიურობის გარეშე. საბოლოოდ დანკანი იქიდან თავს აღწევს და ხისტ გასვლას იწყებს. მართალია კანონიერმაც რამოდენიმე კარგი დარტყმა მიიტანა, მაგრამ მთლიანობაში ლეროი ვეტერანს ჯაბნიდა და ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. ჯარედის მხრიდან ბადესთან კლინჩსა და მიწაზე კონტროლის ხარჯზე ეს მონაკვეთი საკმაოდ თანაბარი გამოვიდა. კლინჩი და კონტროლი კანონიერს, აი დგომში მუშაობა და ზიანი კი დანკანს დარჩა. და რადგან ვიცით რომ UFC-ს წესებით ახლა ზიანი პირველ ადგილზეა, ეს რაუნდიც დანკანის აქტივში მიდის. მესამე რაუნდი და დანკანი ისევ რთავს თავის ფეხებს. ეს ბიჭი ფენომენალურ ქიქებს ისვრის. შესამჩნევი იყო რომ ჯარედი დაიღალა, ამიტომ კლავსსა და გადარჩენა კლინჩი და ცდილობდა ჭიდაობას, რადგან ხვდებოდა რომ დგომში შანსი არ ჰქონდა. მაგრამ დანკანი ვირტუოზულად უძვრება მეტოქეს, ვეტერანს იდაყვებითა და ფეხებით ანადგურებს და საქმე ლოგიკურ ფინალამდე მიხავს. საბოლოო ჯამში კრისტიან ლეროი დანკანმა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. ახლა მას უკვე ZZ5 მოგება აქვს და დივიზიონის ტოპ 10-ში დამაჯერებლად იჭრება. ძალიან საინტერესოა ვნახოთ ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე. და ეს საღამოს მთავარი მოვლენა ბრძოლა, რისთვისაც ყველანი ასე ველოდით ამ ტურნირს დაპირისპირება საშუალო ზონაში. UFC-ს ყოფილი ჩემპიონი დრიგუს დუპლესი, ნახევრად საშუალო დივიზიონის ექს-ჩემპიონის ლეგენდარული კამარუ უსმანის წინააღმდეგ. სხვათა შორის დრიგუსზე ჩემს არხზე შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი მიდევს, სადაც დაწვრილებით განვიხილავ მის მთელ კარიერას, ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად გადადით და უყურეთ. აქ კი მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ერთ დროს ეს ბიჭი 11 ბრძოლიანი დაუჯერებელი მოგებების სერიით მოდიოდა. 2024 წელს მან სატიტულო ბრძოლაში ხამარი შონ სტრიკლენდს წაართვა. შემდეგ ისრაელ ადესანიასთან წარმატებით დაიცვა, რის მერეც რევანში სტრიკლენდი ისევ დაამარცხა და მხოლოდ თავის ბოლო ორთა ბრძოლაში დაუთმო დრიგუსმა ტიტული ხამზად ჩიმაევს. რაც შეეხება კამარუ უსმანს, ის MMA-ს ცოცხალი ლეგენდაა. 2015 წელს ის The Ultimate Fighter-ის გამარჯვებული გახდა, რის შემდეგ UFC-ში ZZ14 გამარჯვებისგან შემდგარი გიჟური სერია გამოაცხო. ის ნახევრად საშუალო ზონის ჩემპიონი გახდა და ტიტული 5 ჯერ დაიცვა. თავის გამარჯვებების გზაზე უსმანმა ისეთი ცნობილი მებრძოლები ჩამოიცილა, როგორებიც არიან კოლბი კოვინგტონი, ხორხე მასვიდალი, გილბერტ ბერნსი, ტაირონ ვუდლი და იგივე შონ სტრიკლენდიც კი დაამარცხა. თუმცა 2022 წელს კამარუმ ხამარი დაკარგა, როცა ლეონ ედვარდსთან ნოკაუტში ჩავარდა, შემდეგ კი მასთანვე საკმაოდ თანაბარ რევანშიც კიდევ ერთხელ დამარცხდა. 2023 წელს შედგა ძალიან კონკურენტული ბრძოლა ხამზად ჩიმაევთან, ყველას გვახსოვს ეს ბრძოლა, სადაც უსმანმა კვლავ მარცხი განიცადა, მაგრამ 2025 წელს მან ეს წარუმატებელი სერია დახურა და ხუაკიმ
ბაკლი დაამარცხა. და ახლა კამარუმ წონითი კატეგორია შეიცვალა, ერთი დივიზიონით მაღლა ავიდა და დრიკუს დუპლესის შეხვდა. ახლა კი თავად ორთა ბრძოლა განვიხილოთ, რადგან ბიჭებმა სრული დისტანცია 5 რაუნდი გაიარეს. პირველივე წამებიდან თვალშისაცემი იყო დუპლესის უპირატესობა გაბარიტებში. პირველი რაუნდი მეტნაკლებად კონკურენტული გამოდგა, მაგრამ დრიკუსი მაინც უფრო ზუსტი იყო. კამარუმ რამოდენიმეჯერ სცადა თავისი საფირმო ჭიდაობის ჩართვა, თუმცა წონაში სხვაობა მას უფრო დიდი მეტოქის მიწაზე გადაყვანის საშუალება არ მისცა. სპორტსმენებს მოუწიათ დგომში ჩხუბი, აქ კი დუპლესი თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს. გაცვლებში კარგად მუშაობდა, ფეხებს მაგრად რთავდა საქმეში და ერთ მომენტში ლეგენდა შეარყია კიდეც. მართალია უსმასაც ჰქონდა დარტყმები, მაგრამ მატჩი თითქოს არ იყო ის გამანადგურებელი ძალა, რასაც აფრიკელი ფლობდა. შედეგი პირველი რაუნდი დრიკუსის აქტივში მიდის. მეორე რაუნდში ყველაფერი შეიცვალა. ეს დუპლესის შესრულებით ნამდვილი განადგურება იყო. ერთ მომენტში დრიკუსმა უსასტიკესი მუხლი გაარტყა თავის ოპონენტს, უსმანი მაგრად შეირყა. ეს კლასიკური მდგომიარე ნოკდაუნი იყო. საერთოდ როგორ გაუძლო კამარუმ ამ დარტყმას, უბრალოდ შოკია. ამის შემდეგ დუპლესიმ ოპონენტის დგომში მეთოდურად დაშლა დაიწყო. უსმანი სასოწარკვეთილი ცდილობდა ჭიდაობაში გადარჩენას, მაგრამ დრიკუსი ბრწყინვალედ იცავდა თავს გდებებისგან. ეტყობოდა, რომ დუპლესიმ თავისი საბრძოლო სტრატეგია ძალიან დააკორექტირა. მან რამოდენიმეჯერ სერიოზულად შეარყია უსმანი, მაგრამ უაზროდ დასაფინიშებლად არ გაქცეულა. ის ძალიან ჭკვიანურად და გათვლით მუშაობდა, რითაც აჩვენა, რომ მზად იყო 5-ვე რაუნდი ესუნთქა. მეორე რაუნდს დრიკუსი გამანადგურებელი ანგარიშით იგებს. მესამე რაუნდში სურათი ოდნავ გათანაბრდა, მაგრამ დუპლესი აქაც ერთი ნაბიჯით წინ რჩებოდა. ის შესანიშნავად ურტყავდა პირდაპირებს, მეტ ზიანს აყენებდა და მეტოქეს მოხვედრილი დარტყმების რაოდენობაშიც აღემატებოდა. კი, წინა მონაკვეთთან შედარებით უსმანი თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ბრძოლის მსვლელობის შემოსატრიალებლად. დრიკუსი ამ რაუნდსაც იგებს და ანგარიში 3-0 ხდება. ინიციატივა მთლიანად მის ხელშია. წინ საჩემპიონო რაუნდებია და უსმანს ნებისმიერ ფასად ფინიში სჭირდება, თორემ ბრძოლას წააგებს. Confidence growing a little bit as we hear the horn. იწყება მეოთხე რაუნდი. თავიდან დისტანციიდან სროლები მიდიოდა. უსმანმა ისე უშედეგოდ სცადა ბრძოლის პარტერში გადაყვანა და აი ამ დროს დუპლესი თავში უძლიერეს ჰაიკიკს უშვებს. დარტყმა ბლოკში წავიდა, მაგრამ კამარუ ისევ შეირყა. ამის შემდეგ ბიჭებმა დგომში აქტიური ჩეხაობა მოაწყვეს, სადაც დრიკუსი ისე ოდნავ უფრო ზუსტი და შედეგიანი აღმოჩნდა. რაუნდი დუპლესის დარჩა. Urgent on the takedown. Oh, it's just Duplessis a bit. Both of them are rocking and leaning. Really high, not grunting. Both his hands super low. Look. We will need a fifth and we got one more round. The fans of Oklahoma City rising certainly through these 20 minutes between these four. რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, ის ყველაზე თანაბარი აღმოჩნდა ამ დაპირისპირებაში. უსმანს სათანადოდ უნდა დაუფასოთ. 4 რაუნდის განმავლობაში ამდენი ზიანის მიღების შემდეგ მას თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. მაშინ როცა დუპლესიმ ვიზუალურად დაღლა დაიწყო. მონაკვეთი ძალიან კონკურენტული გამოვიდა და სულ ბოლოს უსმანი მძლავრი შეტევითაც კი აფეთქდა, მაგრამ გონგის ხმა გაისმა. საბოლოო ჯამში დრიკუს დუპლესის გამარჯვებამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ყველა რაუნდში. და ახლა ყველაზე საინტერესო რა იქნება შემდეგ. როგორც გვახსოვს, ბოლო სატიტულო ბრძოლაში ხამზად ჩიმაევმა შონ სტრიკლენდთან წააგო. მოქმედ ჩემპიონს თუ მოусმენთ, ის აცხადებს, რომ არ სურს ჩიმაევს კიდევ ერთი შანსი მისცეს. ასე რომ რა გველოდება? ვიხილავთ თუ არა სტრიკლენდისა და დუპლესის მესამე სატიტულო ბრძოლას? თუ მაინც სტრიკლენდისა და ჩიმაევის რევანში გველის? და აქვე არ ვივიწყებთ ნასრუდინ იმავოსას, რომელზეც ბევრი რატომღაც დუმს. ერთი სიტყვით დივიზიონში უბრალოდ გიჟური ინტრიგა. მოუთმენლად დაველოდებით ახალ ანონსებს. ასე დასრულდა UFC-ის ტურნირი, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია გვერდია უარო თავისუფალი ჭიდაობის სამყაროში მომხდარ ხმაურიან მოვლენას ორგანიზაცია RAF-ის ტურნირს და აქ ნამდვილად გვაქვს განსახილველი თემები. საღამოს მეორე მთავარი მოვლენა და მაინტრიგებელი დაპირისპირება გამოდგა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამედი ბენ ასკრენის წინააღმდეგ. ბენი რა თქმა უნდა ხალიჩაზე უდიდესი ანდერდოგის სტატუსით გავიდა და ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან გასულ წელს ამ ადამიანმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. ასკრენმა უმძიმესი ვირუსი გადაიტანა, რომელმაც სისტემაზე საშინელი გართულებები მისცა. სიტუაცია იმდენად კრიტიკული იყო, რომ ბენს ფილტვების გადანერგვის ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. საერთოდ ასკრენი გამორჩეული წარსულის მქონე ადამიანია. ის ბაზური ოლიმპიელია, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს მრავალი გზის ჩემპიონი. MMA-ში კი ისეთი გიგანტების საჩემპიონო ქამრებს იღებდა, როგორიც არის ბელატორი და ვანი. კი, ბევრ ფანებს ბენი ძირითადად ხორხე მასვიდალის იმ სარეკორდო მფრინავი მუხლით ახსოვთ. ყველაზე სწრაფი 5-წამიანი ნოკაუტი UFC-ის ისტორიაში. მაგრამ იცით რა არის ამ ისტორიაში ყველაზე გამაოგნებელი?
როდესაც ბენი ვირუსის შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძოდა, სწორედ ხორხე მასვიდალმა გადადო გვერდზე ყოველგვარი მტრობამ, ჩაერთო თანხების შეგროვებაში და აქტიურად ეხმარებოდა ასკრენს სამედიცინო ხარჯების დაფარვაში. აი, ეს არის ნამდვილი ვაჟკაცური პატივისცემა ოქტაგონს მიღმა. თუმცა დაუბრუნდეთ შეხვედრას. ყველას გვესმის, რომ მუჰამედს ეს გამარჯვება უნდა წაეღო და ესეც მოხდა. პირველი ორი რაუნდი ბილალი თავშეკავებულად მუშაობდა, ოდნავ უთმობდა და ბენს 3 ქულის აღების საშუალება მისცა. მაგრამ მესამე პერიოდში მუჰამედი ნამდვილად ჩაერთო, სწრაფად აიღო 6 ქულა და გამარჯვებაც მოიპოვა. მაგრამ იცით რა, მთავარი საერთოდ არ არის ბელალის გამარჯვება. მთავარი ისაა, რომ ბენ ასკრენმა მთელ მსოფლიოს აჩვენა თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეომრის სული. ფილტვების გადანერგვის შემდეგ საჭირაო ხალიჩაზე გასვლა ეს უბრალოდ გონებაში არ ეტევა. მისი მენტალური ძალა და ფოლადის ნებისყოფა გაიძულებს ამ ადამიანს სულ უფრო და უფრო მეტი პატივისცემ. ბენი ნამდვილი მეომარი არის. აი საღამოს მთავარ ბრძოლაში კი უკვე ნამდვილად ცხელოდა. ხალიჩაზე ერთმანეთს არმან სარუკიანი და UFC-ის ყოფილი დროებითი ჩემპიონი კოლბი კოვინგტონი დაუპირისპირდნენ. მოდით კონტექსტი გავიხსენოთ. სულ ახლახანს არმანმა ჩვენთან საქართველოში იჭიდავა, როგორც ეს მის კარიერაში ხშირად ხდება, ის ვეტერანის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც გარანტირებულად უნდა დაემარცხებინა. საერთოდ სარუკიანს ურჩევნია ჩამოწერილ სპორტსმენებს, ბლოგერებს და მსგავს პერსონაჟებს შეხვდეს, რა თქმა უნდა, ის ყველას ამარცხებს. მაგრამ როგორც ჩანს, ამ მარტივმა გამარჯვებამ მას საბოლოოდ შეძინა სითამამე და იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ არმანჩიკამ განაცხადა იმის შესახებ, რომ 2028 წელს ის ოლიმპიადაზე გავა და გახდება იქ ოლიმპიური ჩემპიონი. საქართველოში ყოფნისას მან გამოიწვია ნებისმიერი ქართველი, ციტირებ, ნებისმიერ ქართველ მოჭიდავეს შევხვდები და აუცილებლად დავამარცხებო. ამ სიტყვებზე მყისიერად და ხისტად მოახდინა რეაგირება ჩვენმა ჩემპიონმა ავთანდილ კენჭაძემ. მაგრამ გულწრფელები ვიყოთ, საეჭვო რომ არმანმა ოდესმე გაბედოს მის წინააღმდეგ გასვლა. სარუკიანს მშვენივრად ესმის, რომ მოქმედი ელიტური თავისუფალი სტილით მოჭიდავე მას უბრალოდ ნაწილებად დაშლის. სწორედ ამიტომ რაფის მთავარ ბრძოლისთვის მან კიდევ ერთი UFC-ის ვეტერანი კოლბი კოვინგტონი აირჩია. არმანს ეგონა, რომ ეს მარტივი გასაირნება იქნებოდა, მაგრამ სწორედ აქ მას დაერხა. კოვინგტონმა საოცარი დაცვა აჩვენა, მან მთლიანად დაბლოკა სარუკიანის ტეიქდაუნის ყველა მცდელობა, არ მისცა არც ერთი ნორმალური გდების შესრულების საშუალება და მეთოდურად ანგარიში 5-3 აჯობა. რითაც ორგანიზაცია რაფის საჩემპიონო ქამარიც მოიპოვა. თუმცა ყველაზე სახალისო, როგორც ყოველთვის ხალიჩაზე გასვლამდე დაიწყო. კოლბიმ პრესკონფერენციაზე თავისი შინაგანი ბოროტ მოქმედი ჩართო და მიკროფონთან უბრალოდ ყველა გაანადგურა. ჯერ ბელალ მუჰამედს გადაუარა და დაახლოებით ასეთი ფრაზა ისროლა, საერთოდ რომელმა ქალმა დაბადა ასეთი მახინჯი ბიჭიო. შემდეგ კი არმან სარუკიანზე გადაერთო და სასტიკად დასცინა სხვის ცოლთან ნინასთან მუდმივად გადაღებული ერთობლივი ვიდეოების გამო. კოლბიმ მიკითხა თუ რატომ დასეირნობს არმანი გამუდმებით სხვის ცოლთან მისივე ქმრის თვალწინ და სარუკიანი იანგერის შეადარა, რომლის ოჯახური ცხოვრებაც ცოლის ყოფილ ქმართან ერთად MMA-ში უკვე დიდი ხანია მთავარ მემად იქცა. ერთი სიტყვით ამერიკელმა ორივე მორალურად გათელა, უშუალოდ შეხვედრის შემდეგ კი პრესკონფერენციაზე კოვინგტონმა და ბელალ მუჰამედმა კინაღამ მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს. როგორც ჩანს, რაფის ხელმძღვანელობა შემდეგ ხმაურიან სუპერბრძოლას გვიმზადებს ბელალი კოლბის წინააღმდეგ. ამით კი მე დღეს ჩვენს გამოშვებას ვასრულებ, იმედია მოგეწონათ ეს გარჩევა და ბევრი ახალი ინფორმაცია გაიგეთ. თუ ასე აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში და გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე.